ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არსებობს სოციალურ ეკონომიკურ პროტესტთან დაკავშირებით სხვადასხვა ჯგუფების მიერ ამ პროტესტის წარმოების შემთხვევაში საერთო სოლიდარობის ტრადიცია. ეხლა მაგალითად დღევანდელ პროტესტიც გამოჩნდა იქ, რომ კანცელარიასთან მიუხედავად იმისა, რომ აშკარად წვავით დგას მთელი რაიონი შეიძლება განადგურდეს და იქიდან მოსახლეობა წამოვიდეს. ეგრე დგას საკითხი და ერთი თვეა პროტესტი გრძელდება იქ ადგილზე და იძულებულები გახდნენ მაღაროელები რომ აქ გადმოეტანათ ეს აქციები. ეხლა რაოდენობა ხალხის როგორ იყო? მესამედი თუ იქნებოდა იქ დგომი ხალხისა თბილისიდან ისული. ეხლა სანამ ჭიათურელები მოვიდნენ მე იქ სულელობით მოვიდნენ ადგილზე, ხო? მანამდე ჩვენ მისულები ვიყავით უკვე და ხედავდით იქ რა რაოდენობის ხალხი იყო, მანამდე ძირითადად ალბათ თბილისში. მეტი თბილისელი უნდა მისულიყო იქ. ხო, მილიონნახევრიანი ქალაქია, ხო? ანუ იქ ეხლა თბილისიდან ამაზე მეტი ხალხი რო არა გამოხატავს რეალურ სოლიდარობას. ეგ შემაშფოთებელი ფაქტია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მხარეს, ყველა რაიონს თუ მხოლოდ თავის ძალებზე შევატყოვებთ საკუთარი პრობლემის გადაწყვეტას, იქ ხო გვესმის ეხლა რა პრობლემა დგას. რაიონები ისედაც დაცლილია და ეგ ის მიდგომაა რა. ხმაურს ხელისუფლება არის. ისი ჭირი ღობეს ჩხირი მიდგომაა და მერე ცუდად ფარდება ხოლმე ეგეთი პრინციპით მოქმედება და მე მაგას რას დავამატებდი, იცი? კარგი იყო რომ ეგ აქცია ჩატარდა კანცელარიასთან. რატო იყო კარგი? იმიტომ რომ საქართველოს ფორმალურად პირველ პირს ირაკლი კობახიძეს, ჩვენ პრემიერს, რო დაუსვეს ბოლო ინტერვიუში კითხვა, რომ აი მაღაროელებს რა მოთხოვნებიც აქვს მაგაზე რას ფიქრობთ? ხო, ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ სახელმწიფომო ეგ გაკოტრებული კერძო კომპანია რო წამოიღოსო, რასაც მაღაროელები ითხოვენ, ეგო პრინციპულად არასწორი არის. ნახე, ეგეთი პრინციპები რო გააქვს, ეგ არის ტრაგედია ზუსტად. ანუ ისეთი პრინციპები აქვს ამ ჩვენს მთავრობას, რომლის ფარგლებშიც 3500 კაცი ახლა უმუშევარი რჩება. და არასწორი პრინციპებით მოქმედებს მთავრობა რა. და ერთი პრობლემა არის მნიშვნელოვანი. რამდენიც მათ კარზე მიდის ხოლმე გაჭირვებული კაცი და ეუბნება, რომ აი ეს მაწუხებს, ჩემი გასაჭირი ეს არის, მთავრობა ხარ მიშველი, ყოველთვის ეგ გადადის ხოლმე ტექსტში ნაცი, ქოცი, ნაცი. რა ეგ მაგის დრო არ არის, ნაცები არ მოbrunდნენ, ნაცების წისრქვილზე ხო არ ასხავ წყალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაგაზე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა რა. სანამ ქართული ოცნება კახა ბენდუქიცის სახელობის ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებს, ეკონომიკურ სფეროში თვითონ არიან ნაცები. იმიტომ რომ ნაცობა რაღაცა ის კი არ არის კონკრეტულად მიშა სააკაშვილი გევასება არ გევასება. ნაცობა არის იმ პოლიტიკების გატარება, რასაც ატარებდა ნაციონალური მოძრაობა. და შენ თუ აგრძელებ კახა ბენდუქიძის სახელობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს, ეკონომიკაში ნაცი ხარ. სხვათა შორის რომ დააკვირდე, აი ხო ყველაფერში ერთმანეს ჭამენ, ხო აი ეს ნაცები, ხელისუფლება და სხვა ჯგუფები. ხო ვერაფერში საერთო ენას ვერ გამონახავენ. ერთადერთი საკითხი, ერთადერთი დააკვირდით, რაშიც სრული ჰარმონია აქვს ერთმანეთთან. ჩვეულებრივად უგებენ და ერთნაირად აგრესიულები არიან, აი ორივეს რო ნერვები ეშლება, არის აი მსგავსი პროტესტები. დააკვირდით, მათ შორის აი ამ პროტესტის ლიდერებიც საუბრობენ, რომ აი ინტერნეტ სივრცეში, საინფორმაციო სივრცეში გარკვეული დეზინფორმაციას ავრცელებენ ამ პროტესტის მიმართ და ამას აკეთებენ არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ისინი, ვინც აი ამ ასე ვთქვათ ლიბერალური ეკონომიკური მიდგომებით არიან წინააღმდეგობაში ამ მაღაროელების სამართლიან პროტესტთან დაკავშირებით და ეგ ნიშანდობლივია ხა რაზეც ზურა საუბრობს რომ აი ეს ნაცები და ქოცები ეკონომიკური თვალსაზრისით აი ამ საკითხში უგებენ ერთმანეთს მათთვის აი ეს ინვესტორის ცნება არის აყვანილი რაღაც საკრარულ იმაში ინვესტორის შეუმცდარობის პრეზუმპციით მოქმედებს. შენ ხარ რაც ახსენე რომ აი კონკრეტულად შეფასებაში ეგ იყო
დაფიქსირებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ სახელმწიფომ არ ჩაერიოს მსგავს кейსებში, პრინციპული რატოა? ანუ შენი პრინციპი რას ეყრდნობა? ბენდუქიძის წარმოდგენებს, ხო, ამ ლიბერტარიანულ ბოდვებს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ხო? და სინამდვილეში ამ პირად ინტერესებს. არა, ეგ იმიტომ რომ ბენდუქიძის ბოდვები და პირადი ინტერესები რატომღაც ყოველთვის გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, რატომღაც ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც გადანაწილებული აქვთ მთელი საქართველოს დოვლათი და რაც კი ამ ქვეყანას გააჩნია, მაგას ამართლებენ ამ ბენდუქიძის პრინციპებით. ბენდუქიძე არ არის ამის ფუძემდებელი, მაგას ქვია. საქართველოს მაგან შემოიტანა უბრალოდ და განავრცო და გაავრცელა, მაგრამ ეს არის ლიბერალური მიდგომა, რომლის ინტერესები ამ ასე ვთქვათ მიდგომების ბუნებრივი ინტერესთა ჯგუფი არიან ხელისუფლებაში მოკალათებული ბიზნესმენები, თავად, უпростоრედ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები და ეგ არ შედის ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში. ერთი ახლა რაღაც მოკალათებული ვიწრო ჯგუფის პირადი კომერციული ინტერესები და მეორეა საზოგადოების ინტერესები. ხალხში არის რაღაც ითესება სპეციალურად ამ პროტესტთან დაკავშირებით დამაბნეველი შეფასებები. მაგალითად, ყობახიძე მის ისაუბრა, რომ ეს კომპანია ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც ფლობს ექსკლუზიურ ლიცენზიას იქ რესურსების მოპოვების, ეს კომპანია იქ ახლა დავარდა ფასები უცხოეთში საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში ძალიან იაფად იყიდება ის პროდუქცია, რომელიც ჩვენგან გადის, ამიტომ აღარ არის მომგებიანი და კომპანია იძულებული გახდა შეაჩეროს მაღაროების მუშაობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე კიდევ უხდიდა ნაწილს ხელფასებით. არა მარტო, ეს როგორ დავაძალებთ? სოციალური პროექტია მაგ კომპანიისთვის რა. ან სოციალური პროექტი რას ნიშნავს? შენ კი რამეში არ გინდა უბრალოდ აი ხალხისთვის ამუშაო. ხო, და ეგ ცოტა რეალობა უნდა ფაქტები ფილანტროპიით არის დაკავებული. ხო, და ფაქტები უნდა ვიცოდეთ, რაზეა საუბარი. სანამ ფაქტებზე გადავალ, აი მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეგრე არის. აი გავყვეთ ყობახიძის ლოგიკას. მოდი რა მოაცილე მაგ კერძო ინვესტორს ეგ სოციალური წნეხი და გადაიბარე რა როგორც სახელმწიფო მაგ ეგ პრინციპულად მიიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხო სახელმწიფოზე უნდა იყოს. მოდი ეგ შენი საყვარელი კერძო ინვესტორი გაანთავისუფლე მაგ სოციალური წნეხისგან, აგერ ხალხიც მაგას გთხოვს, ის ინვესტორიც ახლა გაკოტრებაზეა შესული და გადაიბარე მაშინ ეგ სოციალური პროექტი თუ არის, სოციალური პროექტი სახელმწიფომ გადაიბაროს და სოციალური პროექტის მიხედოს სახელმწიფო მაშინ. არ შეიძლება? ხო და აი რეალური ციფრებიც ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა დაიბნეს, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მართლა დაეცა ფასები და კომპანიას აღარ შეუძლია და ეს ხალხი რაღაცა ყელში წაუჭირეს და ფულს თხოვენ და ეს წარმოდგენები შეიძლება და მართლა უქმნიან აი რა იმედი და ამათი ოცნების პროპაგანდისტული საშუალებები მართლა ასეთ განწყობებს ესაა. რეალობა როგორია? რეალობა არის ის, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამაზე დაბლად ჩასულა მანგანუმის ფასი საერთაშორისო ბაზარზე და ეხლანდელი ფასი რაც არის, ეხლანდელი ვარდნა, არ არის რაღაცა გამონაკლისი ვარდნა, პერიოდულად 2, 3, 4 წლის განმავლობაში, პერიოდულად ასეთი ამაზე ხანგრძლივადად ჩასულა თან ამაზე დაბლა. ამიტომ ასეთი პერიოდული ვარდნები სულ ახასიათებს ნებისმიერ ბაზარს და მაგას არ აქვს ხოლმე მუდმივი სახე ეგ ერთი. მეორე, დღეს გამომსვლელებმა მიტინგზე თვითონ თქვეს, რომ მაღაროელების ხელფასი არის რაღაც უკეთეს შემთხვევაში 1900 ლარი. 1900 ლარი უკეთეს შემთხვევაში, როგორც თქვეს, ეგ რო გავამრავთ 3600 ადამიანზე, გამოდის 7 მილიონ ლარზე ნაკლები. აი 7 მილიონი ლარი ვთქვა თვეში, ხო? ამ ჯორჯიან მანგანეზის შემოსავლები, ანუ ბრუნვა როგორია, იცით? ჯორჯიან მანგანეზი არის ერთი ეკუთვნის მაღაროებზე მოპოვების ექსკლუზივი ლიცენზია ჭიათურაში და მეორე ეკუთვნის ფეროშენოდნელთა ქარხანა ზესტაფონში, რომელიც გადაამუშავებს იმ მადანს, რომელიც მოიპოვეს ჭიათურაში, ჩადის მე ფეროშენოდნელთა ქარხანაში გადამუშავდება ფეროშენოდნობებად და ფეროშენოდნობების სახით გადის უცხოეთში. ფეროშენოდნობების წლიური ექსპორტი, აი ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო მინიმუმ 180 მილიონი დოლარი. ყველაზე დაბალ ნიშნულზე როცა დავარდა, თუ არ ვთქვი, ეს იყო 2023 წელს იყო ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვარდნა და
და როგორც წესი ეს არის 250 მილიონ დოლარზე მეტი წელიწადში, არის 460 მილიონ დოლარის ქონია წელიწადში ბრუნვა, 477 მილიონ დოლარის ქონია წელიწადში ბრუნვა, 24 წელს, ანუ ბოლო წელს იყო დაახლოებით 350 მილიონი დოლარი იყო 11 თვის მონაცემები რაც ქონა რა 300 მილიონზე მაღლა იყო. ანუ ისევ მოიმატა. 23-ში ვარდა იყო, 24-ში ისევ მოიმატა და 300 მილიონზე ზემოთ იყო. ანუ წლიური ექსპორტი ფერაშენადნობის საქართველოდან არის 500 მილიონი ლარიდან მილიარდ ნახევარ ლარამდე. ყოველ წელს. ანუ მილიარდობით ლარის ექსპორტს აკეთებენ ყოველ წლიურად ეს კომპანია, რომელიც ახლა ლაპარაკობს, რომ თან მარტო თვითონ კი არ ლაპარაკობს, თავრობა ლაპარაკობს. მასთან რაღაცა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფიბისთვის მადლობას უხდის და რაღაც სისულელებს ლაპარაკობს, რომ თვეში 7 მილიონი ლარი გამხდარა პრობლემა. ანუ მილიარდობით ლარის ექსპორტი რო გააკეთეს, თურმე შეუძლებელი ყოფილა იმ წლების განმავლობაში რაღაცა სარეზერვო ფონდი შეექმნა თავისთვის, რომ რომელიღაცა წელს ნებისმიერ ასეთ მადნის მომპოვებელ ბიზნესში რო ვარდნები არსებობს, რაღაცა წელს რო ვარდნა მოხდება, იმ წლისთვის რაღაცა რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ფონდიდან გამოტანა დარიგება შეძლო. არ არის ხალხო მაგაზე საუბარი, რა სისულელეა, მილიარდობით ლარი ჯიბეში წაიღეს და რამდენიმე ათეული მილიონია. ის მოკლე პერიოდი რო გადააგორო, ეგარა აქვს, ეხო ტყუილია. არც ეგეთი ვარდნა არ არის. არც ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ თვითღირებულებით ვერ გადააგორონ. მაგაზე რაც გეტყვიან, ცი? ეგო ბრუნვა არისო. შემოსავლები არ აქვს. არა, ბრუნვა, ექსპორტი არა, ექსპორტი არა, გადის მილიარდი. მე ვთქვა, რომ მაგაზე გეტყვიან, რომ თვითღირებულება მაგის. ხო, თვითღირებულება მაგისი არის, თვეში უჯდებათ რაღაც 7 მილიონი ლარი თანამშრომლების ხელფასები. კაი, იმის ზემოთ რა თქმა უნდა ხარჯი იქნება. მაგრამ წელიწადში რო გაქვს მილიარდ ნახევრის პროდუქციას რო ყიდი, მაგის ძალიან მიზერული პროცენტია თვითღირებულება სინამდვილეში. ხო და პრობლემაც ეგ არის, 5%-ზე ნაკლებს იხდიან სახელმწიფოში აი მადნის საფასურის აი პრობლემაც რაშია იცი სინამდვილეში, რომ ეხა მე რაც გითხარი, გასაგებია ხა ეგ სასაცილო არგუმენტი არის მართლა, რავი ახლა აი ძალიან ეფექტური მენეჯმენტია, კერძო მენეჯმენტი, ეგეც რო გეუბნებიან და რავი მილიარდის საქონელს რო ყიდი და რა ვიცი ხა თვეში 7 მილიონ ლარს რო ვერ შოულობ იმ მილიარდიდან რო თანამშრომელს ხელფასი გადავხადო, ეგ ხო ნიშნავს რომ ცუდი მენეჯერი ხარ, აი ცუდი მენეჯერი როგორ უნდა გაირკვეს, იცი ვინ არის? წელიწადში 1 მილიარდის საქონელს თუ ყიდი გარეთ და ის ვერ მოახერხე რომ 7 მილიონი ლარის რაოდენობის ხელფასი გადაიხადო ხოლმე, ეგ არის საერთოდ აი ცუდი მენეჯერის ალბათ აი ეს ენციკლოპედია რო გაშალო და ცუდი მენეჯერი განმარტება რო იყოს ქვემოთ, აი ეს кейსი უნდა იყოს მოყვანილი, ხო? ამიტომ სინამდვილეში მოდი ვთქვათ, რომ მე ეგეთი ცუდი მენეჯერები ეგენი არ მგონია, რომ ეგ არ შეუძლიათ და მაშინ ჩდება ლოგიკური კითხვა და მართლა ეხა აი ოპონენტი რო იყოს, შეიძლება ეხა თლად ეგრე თავი არ გამოიშტეროს შეგნებულად და იმაზე დაგეთანხმოს, რომ მართლა ეხა ამხელა ბრუნვებზე რომ მუშაობს კომპლექსი, სინამდვილეში ამ მაღაროელების ხელფასი არ იქნებოდა პრობლემა, ამიტომ დასვავს მეორე ლოგიკურ კითხვას, რომ ბიჭო, მაშინ ეს ინვესტორი გიჟია, კაცო, ეხლა თუ ამხელა მოგებებზე გადის და თუ ამხელა თემაზე უნდა რომ ამუშავოს, ან ეს გაკოტრების პროცესი რატო დაიწყო, ან რატო არის ესე გაპრობლემებული, მაშინ აი რაში არის მანდ პასუხი, ხო? მოდი მაგაზეც ვილაპარაკოთ, აი სინამდვილეში მაღალი ალბათობით ეს ინვესტორი რას აკეთებს ახლა ამ პროცესით, რაც ახლა მიმდინარეობს. მაგ ვერსიების განხილვაში ყოველთვის დგას ის პრობლემა, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც ვარაუდებით ვიმსჯელოთ. ან ჩვენ არ შეგვიძლია საგამოძიებო კომიტეტი არა ვართ და ეს არა გვაქვს ხა საბუთები, ჩვენ შეგვიძლია მართლა ვივარაუდოთ ხოლმე. ხო, მან მთელი პრობლემა იმაშია, რომ უნდა არსებობდეს სფეროები ქვეყანაში, რომელიც კარგად შეისწავლის ამ მსგავს მოვლენებს დეტალებში გაერკვევა და არა მხოლოდ რაღაცა ვერსიები და ვარაუდებით იმსჯელებს, არამედ რაღაცა სიღრმისეულ ანალიზს დადებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვცდილობდი ინტერნეტში მომეძიებინა შესაბამისი სტატიები, იმიტომ რომ ეს პრობლემა გრძელდება წლები და რაღაცა სიღრმისეული დასკვნები იმასთან დაკავშირებით რა გეგმა და რა ტაქტიკა, რას ემსახურება კომპანიის ტაქტიკას, ეს ზუსტად დადებული არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი დამაჯერებელი ვერსია რაც ჟღერს არის ის, რომ
კარიერული მოპოვება, რომელიც იქ მიმდინარეობს, კარიერული მოპოვება რა არის? ანუ ზემოდან ამ 4 მიწას ასე რაღაც აკეთებ უზარმაზარ თხრილებს და ამოგაქვს ზემოდან გაკეთებული თხრილებიდან მაღარო აღარ გჭირდება, ანუ უბრალოდ აი მინდორია, მუშახელი ნაკლებად გჭირდება. მუშახელი ტრაქტორებს მიაყენეს და მინდორია და მინდორის ადგილზე გააკეთეს ეს უზარმაზარი უსკული ამოიღეს ყველაფერი, იქ არაფერი აღარ ვარ. დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ უფრო აიაფებს იმ ასე ვთქვათ მოპოვებას ანადგურებს იქაო მოპოვებას ვიდრე აი მაღაროთი რასაც ანუ პირობითად 40 კაცი რაღაც ურცლაში რასაც მუშაობდა იმას ერთი ტრაქტორი მოუჭრის ოღონდ თა უნდა დაშალოს და ეკოლოგიას დედას უპირებს ეკოლოგია ფუჭდება და მაგის ფოტოები იყო მაგალითად სხვა რაღაც ჯგუფებმა აქტივისტების ჯგუფებმა გააკეთეს ესეთი ჩაიარეს იქ და გადაუღეს ფოტოები სოფლებს აი მაგალითად იგივე სოფელი შუქრუთიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია თვეები მიმდინარეობდა პარლამენტის წინ შიფშილობდნენ ადამიანები ამბობდნენ რომ რაღაც ჩვენი სოფელი გაანადგურეს გაუსაძვრის მდგომარეობაში არიან და აქ ახლა ადამიანი რო ისმენს ცოტა ვერ ხვდება რა არის ეს ხალხი რა კომპენსაციებს ითხოვდა რა განადგურდა ერთხლა რაღაცა ალბათ რაღაცა მტვერი დადგა თუ რაშია საქმე და ფოტოები ნახე ანუ უბრალოდ როგორი რაღაცა ეს სახლი დგას და სახლის გვერდზე არის გაჩენილი უფსკრული და აი არაფერი აღარ არის განადგურებული მთელი ველი და ველის ადგილზე ამოღებული რაღაცა ეხლა იქ ხო გასაგებია რომ მარტო უბრალოდ თხრილი კი არ გაჩნდა იქ ცხოვრებაა შეუძლებელი იმხელა მტვერი რაღაცა ონკოლოგიას იწვევს დაბინძურება ანადგურებს წყალი ყველაფერი ნადგურდება გესმის და სოფლებია სადაც გაუსაძლისი ხდება ცხოვრება და ეს კომპანია არის უზარმაზარი თანხებით დაჯარიმებული ეკოლოგიის განადგურებაზე, ოღონდ ეს თანხები ჩამოაწერეს. ანუ მილიონობით ლარის ოდენობის ჯარიმები აქვს დადებული და ამერე ჩამოწერა ხდება და რაზე ჯარიმდება, რომ უბრალოდ мотиваცია მათი არის, რომ ეს უფრო ძვირადღირებული მაღაროების გზით მოპოვების ნაცვლად ესენი ჩახსნან ეს მოსახლეობა იქიდან გაიცლება წავა ძირითადად, ანუ ხმის ამომღებიც აღარავინ დარჩება, იქ რო ჩვენ ახლა მიტინგზე რო ვიყავით და მოსახლეობას რო აქვს იმის საშუალება რო ილაპარაკოს მასპინძლების იმ ადგილის ბუნებრივი მორალური მესაკუთრეების რანგში, ხო? იმიტომ რომ მათია ის ადგილი, მათი რაიონია, ხო? ეგ ხო თავის ტკივილია ხა ჯერიდან ჯერზე რაიონს რო ანადგურებ ხო ფულს შოულობ ვიღაცა რო გამოვა და ხმაურობს ეგ არის თავის ტკივილი აქედან გამომდინარე მოსახლეობისგან გაიცალოს იაფი მოპოვების გზაზე აღარ შეგვიშალონ ხელი რაღაცნაირად შეშფოთდეს ახლა პრემიერი შეშფოთდეს თავრობა ვითომ თქვან მე რო კარგით ხალხო აბა რა ვქნათ მაშინ აღარ გამოდის ეს საქმე ასე მოდი როგორ ავქნათ იცი კარიერულად მოვიპოვოთ და ნაწილს გადაგიხდით ხელფასებს რაღაცა პერიოდი და ის ნაწილი მე ამით დააწყნარონ მეორე ნაწილი ცალკე ვეღარ ახერხებდეს ეფექტურად მიწოლას იმიტომ რომ ცოტა დარჩენ და საბოლოო ჯამში ასე ჩაიგდო რომ გავამარტივო თუ რაღაცა მოიპოვება მიწიდან და ეს ხდება ამ მაღაროელების მეშვეობით და ეს კომპანია უბრალოდ მაღაროელების მიერ მოპოვებულ პროდუქტს იღებს და თვითონ ყიდის აქედან ნაწილს მცირე ნაწილს იმაში უშვებს ბიუჯეტში და უდიდეს ნაწილს ჯიბეში იდებს რაში გჭირდება ეს შუამავალი ანუ ამ კომპანიის გარეშე ამ კერძო ინვესტორის გარეშე მაღაროელების მიერ მოპოვებულ პროდუქტს ჩვენ ვერ გავყიდით მე მგონი გავყიდით ხო აი რა ისეთ უნარჩვევებს ფლობს ეს ინვესტორი რა ისეთ სამენეჯმენტებს ამ შემთხვევაში, რასაც სახელმწიფო ვერ გააკეთებს. მე მგონი სახელმწიფოც უპრობლემოდ გაყიდის მაღაროელების მიერ მოპოვებულ მანგანუმს. ამაზე ხო თანხდებით. ამიტომ რაში ვჭირდება ეს შუამავალი, რომელიც ძირითად შემოსავალს ჯიბეში იდებს? სადაა ლოგიკა? აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ რესურსებს, რაც მიწაში დევს, რისი მოპოვება მარტივია და გაყიდვაც შესაბამისად არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მოდით რა ეს ვიღაც შუამავლები და ბიზნესმენები, რომლებიც ძირითად აი ამ შემოსავალს ჯიბეში იდებენ და ძარცვავენ უბრალოდ სახელმწიფოს და ხალხს.
მოდით ამ ხალხს თავი დავანებოთ, დავარეგულიროთ სახელმწიფოს მხრიდან, რომ მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებს ჰქონდეთ უფლება მსგავს სიტუაციაში ამ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის, უფრო მეტი თანხა დარჩება სახელმწიფოს, იმიტომ რომ კერძო ბიზნესმენი ჯიბეში ვერ ჩაიდებს ძირითად მოგებას, ანუ სახელმწიფოს ბიუჯეტში უფრო მეტი ჩავა. შესაბამისად, დამატებითი თანხები გაჩნდება იმისთვის, რომ ჩვენ ხელფასები მოუმატოთ მაღაროელებს და მშრომელებს. ხო ეს ხო ბუნებრივი ლოგიკაა, რომ თუ ეს ინვესტორი ჩაიხსნება, რაც 80% ჯიბეში იდებს და ეს 80% რო დარჩება, ჩვენ ხო შეგვიძლია ბიუჯეტშიც მეტი დავტოვოთ და მშრომელ ხალხს ხელფასები გაუზარდოთ. და დამატებით კიდე შეიძლება მაგ ქალაქს ან მაგ მხარეს თავისი სტრატეგიული ფონდიც კი გაუჩნდეს ამ ბუნებრივი რესურსების მოპოვების შედეგად მიღებული ამ მოგების. ხო და ეგ ბევრად უფრო ლოგიკურია და ბევრად უფრო ჩემი აზრით მომგებიანია ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, ვიდრე ის პრინციპი და ის მიდგომა, რა მიდგომასაც ახლა ხელისუფლება იზია. მე მინდა, როცა საუბარი არის აი ასეთ სტრატეგიულ ნიშნულობის რესურსზე, აი ქვეყანაში მიწაში რომ მოიპოვება სიმდიდრე, მან ცალსახად უნდა, რა თქმა უნდა, მთავრობა უნდა ყველაზე სწორი მიდგომა ეგ არის, რომ მთავრობა უნდა მიხედოს ამ ყველაფერს, მაგრამ დღევანდელი აი ეს მთავრობის მიდგომა უნდა გვესმოდეს რა მოლოდინი უნდა გქონდეს მთავრობისგან, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განსხვავება. კობახიძე რომ გამოდის და იძახის, რომ ეს პრინციპულად არის მიუღებელიო, ეგ არ არის რაღაცა კონკრეტული შემთხვევა, ან რაღაც შერეული დიპლომატიური ენა. ეგ არის მოსალოდნელი პოზიცია ამ მთავრობისგან. იმიტომ რომ საერთოდ საქართველოს დღევანდელი ეს მთავრობა საკითხს აყენებს, რომ მაქსიმალურად სტრატეგიული ობიექტები იქნება თუ ნებისმიერი, რაც არ უნდა მსხვილი ბიზნესი იყოს, ეს ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად კერძო ხელში და ისეთ პირობებში გადაცემული კერძო საკუთრებაში, რომ ნაკლები უფლებები გქონდეთ დასაქმებულებს. აი ეს უნდა გვესმოდეს. საქართველოს როგორი ქვეყანაა, ეგ არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ პრობლემიდან გამოსავალზე როცა ვლაპარაკობ. საქართველოს არის ასეთი ქვეყანა. ძალიან დიდი პირობები აქვს შექმნილი ბიზნესმენს, კერძო აი ამ ინვესტორს და ძალიან შეზღუდული და შეკვეცილი უფლებები აქვს დასაქმებულებს. და ამას ქვია აი ეს რაღაცა ინვესტიციისთვის სახარბიელო გარემო. ასეა ეს ყველაფერი შეფუთული და ჩვენ გვარწმუნებდნენ რომ ესე თუ მიუდგებით, მდიდრები ვიქნებით ყველა. ასეთი მიდგომა იმისთვის იყო საჭირო გამდიდრებული ხოთ. ეხლა უყურეთ მთელი დასახლება, რომელიც არის იმდენად მდიდარი, ერთ-ერთი მდიდარი საქართველოში. ანუ იდეაში ეგ ჭიათურა არის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონი. რეალ ობიექტურად. მაგრამ რეალობაში ამ მიდგომით, რაც ეხლა რასაც გვთავაზობენ, მთავრობის მოდელი რაც არის, ამ მიდგომით არის ძალიან გაჭირვებული რეგიონი. არის ჯანმრთელობის პრობლემების დონეზე ცუდი პირობები, ყველა მიმართულებით ჯანმრთელობის პრობლემებია შეუულებრივად და დასაქმების პირობები არის იმდენად რთული და იმდენად არასამართლიანი, რომ მან აქციები და ზოგადად პროტესტი არის პერმანენტული. მან პროტესტი არის სულ, იმიტომ რომ სულ ცუდი პირობები, აი მან კარგი პირობები არ გვახსოვს. ხო იყო რაღაცა ზოგჯერ იყიდება, ეხლა დავარდნილია კი ბატონო, მაგრამ მან პროტესტი სულ არის, იმიტომ რომ პირობებიც ცუდი იყო. და ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ რა უნდა გვესმოდეს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როცა ვლაპარაკობთ გამოსავალზე და რანაირი მოლოდინი უნდა გქონდეს. როცა გამოსავალზე ვლაპარაკობთ, მოლოდინი მე მაგალითად მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს მთავრობა რამეს შეისმის. ეგ არის მნიშვნელოვანი. ეს მთავრობა შეეცდება ყველაფერს გააკეთებს,
რო რამენაირად პროტესტი ჩაცხრეს, შეეცდება ყურადღების გადატანას, შეეცდება რაღაცა ისრების სხვა მიმართულების გადატანას და ყველაფერს ოღონდ არა ამ პრობლემის გამოსწორებას. აი მოლოდინი რისი მაქვს მე პირადად და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გამოსავალი აქ რაზეც ვლაპარაკობთ გამოსავალი რანაირი მიდგომაც უნდა იყოს და სინამდვილეში მაღაროელებიც მაგას ითხოვენ რანაირი მიდგომაც სწორი იქნებოდა ზუსტად მაგ მიდგომას ითხოვენ ისინი აი ტრაგიკული არ არის მართლა რომ ჩვეულებრივი მშრომელი ხალხი მაღაროელები რომლებიც წესით აი საკუთარ თავზე და ოჯახზე რო ფიქრობდნენ მარტო დიდად რო ვერავინ ვერ გაამტყუნებს ბევრად უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებენ ვიდრე ქვეყნის პრემიერი და მთავრობა ანუ ეს ხალხი ითხოვს რომ სტრატეგიული ობიექტი მოდი სახელმწიფოს დაუბრუნდეთო და ქვეყნის პრემიერი ამბობს რომ ეგო პრინციპულად შეუძლებელია მაგის გაკეთებაო